Როგორ მუშაობს Formula 1-ში ბოლიდის მინიმალური წონის წესი, რა სითხოვს ტექნიკური რეგლამენტი გუნდებისგან, კითხვებზე პასუხს ამ ვიდეოში ვნახავთ. მანამდე კი მინდა გთხოვოთ, რომ მეტად აქტიუროთ, რადგან არხის გამოწერა, ლაიქები, კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროექტის განვითარებისთვის, არამედ ჩვენთვისაც დიდი мотиваციაა. მაშასე, ბოლიდის წონა საწვავის გარეშე შეჯიბრის ნებისმიერ მომენტში არ უნდა იყოს 800 კილოგრამზე ნაკლები. Am 800 კილოგრამში შედის პილოტის წონად სარბოლო აღჭურვილობით, რომელიც თავის მხრივ მინიმუმ 82 კილოგრამი უნდა იყოს. მაგრამ არც ერთი პილოტი არ იწონის 82 კილოს. როგორც წესი, მათი წონა გაცილებით ნაკლებია. 2019 წელს პილოტების წონის გათანაბრებისთვის FIA Formula 1-ში ახალი წესი დანერგა. თუ პილოტი 80 კილოგრამზე მსუბუქია, ნაკლული წონა სპეციალური ბალასტით უნდა შეივსოს. 2025 წლის რეგლამენტის თანახმად, პილოტის მინიმალური დასაშვები წონა 80-დან 82 კილოგრამამდე გაიზარდა. მაგალითად, ნიკო ჰულკენბერგი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პილოტია თანამედროვე გრიდზე. მისი წონა დაახლოებით 78 კილოგრამს შეადგენს. იუკი ცუნოდა კი ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქია, მისი წონა დაახლოებით 55 კილოგრამია. მინიმალური წონის შესავსებად ჰულკენბერგისთვის საჭირო იქნება 4 კილოგრამი ბალასტი, მაშინ როცა ცუნოდას 27 დასჭირდება. როგორც წესი, ბალასტს პილოტის სავარძელთან ამაგრებენ. რეგლამენტის მიხედვით კი მისი დამაგრება ისე უნდა მოხდეს, რომ მოსახსნელად ინსტრუმენტის გამოყენება იყოს საჭირო. ბოლიდის მინიმალური წონის წესი ერთ-ერთი ფუნდამენტური წესია Formula 1-ში. მისი დარღვევა უპირობო დისკვალიფიკაცია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება მიუხედავად იმისა, რა მიზეზით და რამდენად მოხდა ბოლიდის წონის კლება. დღეს სულ ეს იყო. თქვენ არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება ან კომენტარის დაწერა. ეს პადოკის ისტორიებია და ჩვენ საუბრობთ Formula 1-ის შესახებ დროებით.